მიუსაფარი ძაღლების პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფო ახალი საპილოტო პროგრამა დაიწყო. პროექტი პირველ ეტაპზე ქვეყნის 3 რეგიონში, კახეთში, აჭარასა და იმერეთში ამუშავდება. სურსათის ეროვნული სააგენტო პროგრამის მაქსიმალური ეფექტიანობისა და პროცესის გამჭვირვალობისთვის მოსახლეობასა და მოხალისეებს ჩართულობისკენ მოუწოდებს. უკვე შექმნილია სპეციალური ეკიპაჟები, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხოველების აყვანასა და გადაყვანას პროგრამით განსაზღვრულ თავშესაფრებში, სადაც ცხოველებს შეუტარდებათ კასტრაცია, სტერილიზაცია, დიაგნოსტიკური ტესტირება და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. უპატრონო და მიკეთლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტო პროგრამის ფარგლებში თავშესაფრებში უკვე გადაყვანილია 701 ძაღლი. სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებითა და ინვენტარით. პროგრამით განსაზღვრული არის 9000 უპატრონო მიკეთლებული ცხოველის ქუჩიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ ობიექტებზე გადაყვანა. გურჯაანში არის ძალიან აუტანელი სიტუაცია. ადამიანზე მეტი მგონია ძაღლი დადის ქუჩაში. და ეს მიუსაფარი ძაღლები, რა თქმა უნდა, საფრთხეს ქმნიან, იმიტომ რომ 1000-ნაირი ვირუსს ატარებენ, ბაქტერიებს, რომც არ გიკპინოს და შეგეხოს, რასაც სიამოვნოა, ხო? ძალიან მრავლად არიან ქალაქში, აურზაურს ქმნიან, ღამე უნდა ნახოთ კიდე რაღაც ჯგუფებად ცხოვრობენ და ერთმანეთს დაერევიან ხოლმე და არის საშინელი ხმები. რა ვიცი ახლა წესით უნდა უტარდებოდეთ კასტრაცია და მეც რამე კვერს თუ უტარდებათ კასტრაცია მაშინ ამ ოდენობით როგორ მრავლდებიან და რატო არიან ამდენი ამას ნამდვილად სახელმწიფოს მხრიდან უნდა მიხედვა ეს უკვე მეორე საპილოტო პროგრამა რომელიც ჩვენს აგენტოში ხორციელდება პირველი გაეროს საპილოტო პროგრამა სადაც ჩვენთან და მხოლოდ ჩვენთან არის ელექტრონული აღრიცხვიანობა ყველა შემოსული ძაღლის და მასზე რაც კეთდება ყველა ნიუანსი არის აღბეჭდილი და მეორე მოგეხსენებათ ჩვენი მთავრობის ძალიან დროული პროგრამა იგივე საპილოტო ჩვენ ვართ და დასავლეთ საქართველოში ორი მხარე ეს არის იმერეთი და აჭარა სადაც ხდება სტერილიზაცია, კასტრაცია და ცოფზე რასაკვირველი ვაქცინაცია. მინდა ვთქვა რომ დროული კი არა მხოლოდ ძალიან დიდი დახმარებაც არის ჩვენ მხრივ, იმიტომ რომ სატრანსპორტო საშუალებები დაგვემატა მოგვეცა საშუალება რომ რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი ისე მოგვეწყო რომელიც ადრე ხელს გუშლიდა და არ აქვს მაგის შეკეთების საშუალება ეს არის ცალკე სამრეცხაო დამატებითი საოპერაციო ბლოკი გავაკეთეთ და რასაკვირველია ავიყვანეთ რამდენიმე თანამშრომელი რომლებიც გვეხმარებიან ამ მომატებულ რაოდენობაზე რომელიც მკვეთრად გაიზარდა